მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოში ღვთისმსიტყვა აღარსად გაისმოდა, თბილისის მახლობლად, მდინარე ვერეს ხეობაში, ტყით მოსილ მთათა წიაღში მოქცეული ბეთანიის მონასტერი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ორი წმინდა ბერის სიტყვითა და მოსაგრე ცხოვრებით ჯერ კიდევ ხმამაღლა იქადაგებოდა ქრისტიანობის მარადიული ჭეშმარიტება. წმინდა აღმსარებელნი იოანე და გიორგი, მე-20 საუკუნის მანათობელნი საქართველოს ეკლესიისა, რომელთაც ქრისტესთვის წამებული ცხოვრებით დაამტკიცეს ეკლესიისა და ბერმონაზვნობის უძლეველობა. ამ ორმა ადამიანმა ათეიზმის მოძალადე მანქანას არამც თუ შეახსენა ეკლესიის მარადიულობა, არამედ ყველაზე ქვისგულა ადამიანსაც კი რწმენის ნამცეცი აპოვნინა საკუთარ გულში. ეს როდესაც ბეთანიის მონასტერზე ვფიქრობ და ბეთანიის მონასტერს ვიხსენებ, ყოველთვის ამ პირველ რიგში, გარდა იმისა, რომ ბეთანიის მონასტერი ღვთისმშობლის სახელობის არის და დიდებული ქალწულის სახელს ატარებს, ამ ორი მამის სახელს ღვთისმშობლთან ერთად ბეთანიის მონასტერთან იგივდება. როგორც სულიერების მანათობელი კანდელი, ისე იყო ბეთანია იმდროინდელ სამყაროში. და როდესაც ჩვენ ვკითხულობთ მათ ცხოვრებას და ვხედავთ, რომ ზოგჯერ თვით ზოგიერთი პარტიული ფუნქციონერიც კი ეხმარებოდა მათ, გარდა იმისა, რომ დევნაშიც იყვნენ ეს. აშკარად ჩანს, რომ უფალი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი დევნა გადაიტანეს, მას მაინც ინახავდა ამ მონასტერს. და როგორც ჩანს, ეს მონასტერი შეინარჩუნა უფალმა სწორედ ამ მამების ღვაწლით. მე-19 საუკუნის ბოლოს თბილისში ახალი ამბავი გავრცელდა. ვერეს ხეობაში მამა სპირიდონ კეთილაძე ბეთანიის უძველეს მონასტერს აღადგენსო. იმხანად თბილისში მამასთან ერთად იმყოფებოდა ღვთისსიყვარულით გულანთებული ერედველი მწყემსი ბიჭი, ვასილ მაისურაძე. შემდგომში მამა იოანე გაიხსენებს. ყიდულობდი და ვკითხულობდი უფრო ბევრ წიგნებსა. ღრმად ჩამებეჭდა მეც ბერობის სურვილი. დავიწერე პირი ჯვარი და შემდეგი ბეთანიის გზაზე. გამიჭირდა მშიერ წყურვალსა. მაგრამ მაინც მოვედი. 14 წლის ასაკში ასე მიებარა მორჩილად მამა სპირიდონს. მაშინ მამები აი ამ ორსართულიან სახლს აშენებდნენ. თავადაც თავდაუზოგავად მუშაობდა და არც ხელოსნები იმდობდნენ. ძალიან რომ დაიღლებოდა, განმარტოვდებოდა და დასტიროდა თავის დახეთქილ პატარა ხელებს. მისი აღკვეცა ცოტა მოგვიანებით ათონის წმინდა მთაზე მოხდა. როგორც ცნობილი არის, მამა იოანე იქ 17 წელი დააყობს, იქვე მიიღებს სამღვდელო ხარისხს და შემდგომში, როგორც ცნობილი არის საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან, ქართველ ბერებს მოუწევთ ათონისთვის დატოვება. 1920 წელს უკვე ეს წმინდა მამა საქართველოში არის. მამა გიორგის რაც შეეხება, იგი ყოველთვის საქართველოში მოღვაწეობდა, იგი იყო თავადური წარმოშობის ოჯახიდან, ეს მის სახესაც, მანერებსაც ეტყობოდა ყოველთვის. გახდათ მხეიძე უძველესი თავადური გვარის წარმომადგენელი, რომლის ორი წევრი მოწამეთა დასშია შერაცხილი, წმინდა დავით და კონსტანტინე მხეიძეები და ახლა მხეიძეთა ახლა თვითონ იგიც მიემატა წმინდანთა დასს. ცნობილი არის, რომ მას ილია ჭავჭავაძესთანაც, წმინდა ილია მართლთანაც ერთადაც უმოღვაწია მის კანცელარიაში დივნად. წმინდა გიორგი შემდგომში იოანე იყო წმინდა ალექსი ბერის მოწაფე შუშანიასი, ხოლო ბერად იგი წმინდა მიტროპოლიტმა ნაზარი მახვეცა. აი მოხდება ღვთისმადლით, რომ ამ ორი მამის გზები გადაიკვეთება და საბოლოო ჯამში ისინი ბეთანიის მონასტრის სახეები გახდებიან. ბერები მამა სპირიდონის ძალისხმევით აშენებულ ორსართულიან სახლში დასახლდნენ. ღირსმა მამებმა ცოტა ხანში ბოსტანიც გააშენეს და ვენახიც ჩაყარეს. ეს სწორედ მათი ნაამაგარი ვაზია, თუმცა კი თავდაპირველად უკიდურესად უჭირდათ. მათ სოფელში უხდებოდა ციარული პურის ამკელად, რაშიც გასამრჯელოდ მცირეოდენ ხორბალს იღებდნენ. მალე საკუთარი მეურნეობაც გამართეს. არა მარტო საკუთარ თავის სამყოფს მოიღვაწდნენ, არამედ უკვე სხვებსაც ეხმარებოდნენ და ცნობილი არის, აღწერილი არის მრავალი ფაქტი, რომ მოგონებებიდან, რომ ეს მამები გაჭირებულ ადამიანებს სახში ატანეთ, თქვა იმ პროდუქტებს, რაც მათ მიერ მოწევნული იყო. იმდენად თავდაბლები იყვნენ და უპრეტენზიები, როდესაც იქ მიდიოდა ხალხი მონასტრის მოსანახულებლად. მათ შორის საერო პირები, ის ადამიანები, რომლებიც აღარ იყვნენ უკვე ეკლესიურები და არ ჰქონდათ ეკლესიურ ცხოვრებასთან შეხება, ისინი აღთოვანებულები იყვნენ ამ ადამიანების საქციელით, ამ მათი მოპყრობით.
ათეიზმთან უთანასწორო ბრძოლაში ჩართულმა ბეთანიელმა მამებმა მოახერხეს ის, რომ მათ სიცოცხლეში მონასტერი არ გაუქმებულა. თუმცა კი ოფიციალურად მოქმედად არ ითვლებოდა და მას უბრალოდ არქიტექტურის მნიშვნელოვან ძეგლად მიიჩნევდნენ. თავად ბერები კი მონასტრის საბინაო წიგნში დარაჯებად იყვნენ გაფორმებულნი და კულტურის სამინისტრო მათ დარაჯის ხელფას უხდიდა. რახან ბეთანის მონასტერი მუზეუმად ითვლებოდა, არსებობდა ჩანაწერთა წიგნი, რომელშიც როგორც მუზეუმში მიუსვლელთა ჩანაწერები არის შემორჩენილი. და საოცარი არის, რომ ყველა მათგანი, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიისგან ძალიან დაშორებულები იყვნენ ამ პერიოდის ადამიანები, მამების შემხედვარი საოცარი სითბო იყრებოდა მათ გულში. საქართველოსდან აქ ცხოვრები მათმადიდებლები წავიდნენ ერთ ცნობილ ბერთან, ეს იყო კუქშა ოდესელი. და უნდათ მისგან სულიერი დარიგების მიღება. და როდესაც ჩავიდნენ, უთხრა კუქშა ოდესელმა, რომ ამ შიშორეზე რატო გაისარჯეთ და რატო ჩამოხვედით, როდესაც თქვენთან საქართველოში თბილისის ახლოს ტყეში ორი მანათობელი კანდელიაო. ეს თქვა კუქშა ოდესელმა, თუმცა მან ის უშუალოდ არ იცნობდა ბეთანიელმა მამებს, ანუ სულით განჭრიდა ეს. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი შემთხვევა გაბრიელ ბერის ცხოვრებაშიც. ერთი ადამიანი წასული იყო ასევე უცხოეთში, რათა იქ მიიღო დარიგება, სულიერი დარიგება ერთი ბერისაგან და რაღაც ეს დარიგება მართლაც მიიღო მალე. და სამთავროში ჩამოვიდა და მამა გაბრიელის გვერდით ჩაიარა და გაბრიელ ბერმა უთხრა იგივე ზუსტად. თუმცა მან ბუნებრივია მას არ ჰქონდა ამასთან ასაუბრები და ეს გაოგნდა ეს ადამიანი და გაბრიელ ბერმა უთხრა მაგის მოსასმენად ამ შიშორეზე რომ მიდიოდი აქვე არ იყავი ვერ ამკითხეო. მამებს ერთმანეთისადმი უდიდესი სულიერი სიყვარული ჰქონდათ, რომელიც მამა იოანეს გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა. მამა იოანე უფრო ადრე გარდაიცვალა, ვიდრე მამა გიორგი 5 წლით ადრე. თუმცა ესეც ღვთის განგება იყო, რომ ორივე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა და ორივე იოანეს სახელით, იმიტომ რომ წმინდა გიორგის გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე დიდი სქემა ებოძა და დიდ სქემაში კიდე სახელი იოანე. აღდგომის დღესასწაული დადგა და აღდგომის დღესასწაულზე მამა გიორგი გავიდა საფლავზე, როცა დამთავრდა წირვა და საფლავთან მივიდა და მიულოცა მამა იოანეს აღდგომის დღესასწაულს უთხრა რომ ქრისტე აღსდგა. რაზეც ესეთი პასუხი მიიღო, ჭეშმარიტად აღსდგა. ანუ საფლავიდან უბასუხა. მათი მეშვეობით ჩვენ ვხედავთ რამდენად ახლოა ეს ორი სამყარო ერთმანეთთან და რამდენად გამჭვირვალეა ეს ფარდა, რომელიც ამ სამყაროს ყოფს. ამ მომენტის შესახებ, როდესაც ვფიქრობ, ერთი რამ მოდის გულთან, საოცარი რამ, რომ ჭეშმარიტება რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს მისი მსახურება, მაინც ტკბილი არის. და ის სიყვარული, რომლითაც ამ ჭეშმარიტებას ემსახურებიან ადამიანები, შეუძლებელია რაღაცა მოდრიკოს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ ვინ გაგვაშორებს ჩვენ ქრისტეს სიყვარულს და შემდგომში ჩამოთვლის, რომ არც არაფერს და არავის არ შეუძლია ქრისტეს სიყვარულს ჩვენი გული განაყენოს. აი მამათა ცხოვრება მაგალითია ამ უზაკველი წმინდა სიყვარულისა ღვთისადმი და მოყვასისადმი.